იგი ორთაჭალაში ვიმყოფებით, სადაც მორიგი ხიდისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ეს არის ორთაჭალახეთის მიმდებარედ არსებული საავტომობილო ხიდი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში. მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ხიდი განვაახლეთ, რომელიც საჭიროებდა შესაბამის სამუშაოების ჩატარებას. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, მთლიანად მოხდება აღნიშნული ხიდის გამაგრება, სადაც იყო ის ავარიული პრობლემური ადგილები, მოხდება მისი დამუშავება. თვითონ უშუალოდ სამუშაოებს რაც შეეხება, ნოემბრისთვის მთლიანად დასრულებული იქნება. მოეწყობა ასევე ტროტუარები, მთლიანად მოწესრიგებული იქნება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება თავისი ლედსანათებით. ეს ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერში არის გადმოკიდებული, ყველაფერი კაბელ არხებში მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და სამუშაოები ნოემბერში იქნება მთლიანად დასრულებული. ქუჩაზე მოხდა ტრაგედიასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, თქვენ გუშინ გააკეთეთ განცხადება, რომ მეხუთე კატეგორიის იყო ავარიულობა ამ შენობის, შემდგომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა, ასე ვთქვათ, შემდგომ თქვა, რომ მესამე კატეგორიის იყო. საბოლოოდ თუ შეჯერდით, რომ რომელი კატეგორიის იყო და იქ მდებარე ტროტუარი რეაბილიტაციის ამ ჩანაცვლების პროგრამის ნაწილზეც რომ კი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, ორი ადამიანი დაიღუპა ამ ტრაგედიის შედეგად, მოხდა უბედური შემთხვევა, რაც ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა. რაც შეეხება განცხადებას კატეგორიებთან დაკავშირებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორიის ჩემი შეცდომა იყო, როდესაც მე ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ 2021 წელს საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებას ქალაქში. ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები, იქიდან გამომდინარე, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზების გამო. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ადამიანი, რომელიც ცხოვრობს 50 კვადრატულ პირობითად ვიძახი, მას სურვილი აქვს, რომ უფრო მეტი ფართი მიიღოს და ეს არ მოუდგენელია, ამის გაკეთების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს. ჩვენ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს თავაზობთ ქირით უზრუნველყოფას, არაფერი გადასახადი არ ექნება, დროებით მოგვიწევს მათი გაყვანა და დავაბრუნებთ უკვე ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც იქნება ყველანაირად გარემონტებული და მოწესრიგებული. უამრავი განცხადება მაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მოწოდებები მოსახლეობას, რომ მიაქტიურონ და გამოიყენონ აღნიშნული პროგრამა. ეს რა ვითარებაა ბატონო გაყვანა 2023 წელს არის მიღებული დადგენილება, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერიას შეეძლო მოსახლეობის სრული უმრავლესობის თანხმობის ყუილია და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, ცდარ და ტყუილ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აი კახაკალაძე, ქალაქის მერი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. გეტყვით ერთი წუთი. აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ თქვენ და გაქვთ მცდელობა, რომელიღაცა არ ვიცი ვინ გააკეთა განცხადება და იმეორებთ ამ ცდარ და ტყუილ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით სიცრუით მესაუბრებით. გეტყვით, არ მაცლით და ეხა საუბრობთ ტყუილს, პირველი ამას გიდასტურებთ. მეორე, რასაც გეუბნებით, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას, რასაც მე ვამბობ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ხალხი გამოყაროს. ასეთი რაღაცეები ხდებოდა 2012 წლამდე და გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმით გამოყარეთ ხალხი და შემდეგ ააშენეთ ერთი წუთი. ის იყო უკანონო მშენებლობები სახელმწიფო მიწებზე. აი ამაში ხართ არასწორები, ამაში ხართ ყველაზე საზიზღარი ტელევიზია, რომლებიც ავრცელებთ სიცრუეს. კი, თქვენ უნდა მიიღოთ ის, რისი ღირსებიც ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ხართ საზიზღარი ტელევიზია, აცრუებთ სიცრუეს
ხართ წამხალისებელი ყველაფერი უბედურების, რაც ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ნახეთ თქვენ მეუბნებით რომ ჩვენ ხალხს დაუნგრიეთ შენობები და გამოვყარეთ. ეს იყო მიტაცებული მიწები. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაარქვათ. თქვენ პირიქით ახალისებთ უბედურებას, ახალისებთ უკანონობას, ამ ქალაქში ხო ცხოვრობთ. ამ ქალაქში ხო ცხოვრობთ. თქვენი შვილებით, ოჯახებით, მშობლებით, ხო ყველამ ხო უნდა ვიზრუნოთ, ხო შეუძლებელია მუდმივად ახალისებდეთ უკანონობას, მუდმივად ახალისებდეთ საშინელებას. რა თქმა უნდა, ეს შენობა იყო ავარიული. იყო ავარიული. მოდი ჯერ დავამთავროთ იმაზე საუბარი, რომ თქვენ მითხარით და დამისვით შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეცვლილია კანონმდებლობა და ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობის გაყვანა დადგენილებას რაც შეეხება აღნიშნული დადგენილება მხოლოდ და მხოლოდ არის იმ შემთხვევებში, აი კარგად მინდა რომ გაიგოთ ეს და გააშუქოთ ეს ყველაფერი, როდესაც არის ისეთი ტერიტორიები, რომელიც გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმეს გაკეთება, მაგ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს იმის უფლება დავიწყოთ პროცესი. გავაკეთოთ მაგალითად პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით. აი ეს არის სხვაობა. ის 100%-იანი თანხმობა რომელიც არ არის საჭირო, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ რიგ შემთხვევებში, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა და არის ავარიული კორპუსი, ან ურბანულად არის პრობლემური. ასეთ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, არ არის საჭიროება იმისა, რომ გქონდეს მომართვა, გქონდეს 100%-იანი თანხმობა და დავიწყოთ მუშაობა მაგალითად პროექტის გაკეთებაზე. თუმცა გამოყვანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება 100%-იანი თანხმობა, იმიტომ რომ აქ არის საუბარი საკუთრების უფლებაზე და ეს, განსაზღვრულია კანონით და ზარები ქონდა გაჩენილი ამ შენობას. აი, რა გაკეთდა? გუშინ მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, საპარკინგო სივრცე იყო იქ. კი ბატონო. ადამიანები გადაადგილდებოდნენ. კი პასუხი. საგულისხმოა ეს ფაქტიც, რომ მოსახლეობა კი არ დაზიანებულა, ქვევით ვინც გადაადგილდა. კი პასუხი. გამვლელები გარდაიცვალა. გიპასუხებთ. გუშინ მე ვისაუბრე პირადად აღნიშნულ საკითხზე, რომ შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობას მომართვაც კი არ ქონია იმასთან დაკავშირებით, სხვათა შორის გუშინ დამისვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 2 წლის წინ კორპუსი შეიღებაო. არ მახსოვს ახლა რომელი ჟურნალისტი იყო, ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია. 2017 წელს დავით ნარმანიას მერობის პირობებში აღნიშნულ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ხო ხედავთ, კორპუსი დღეს ავარიულია და აქედან გამომდინარე ჩვენ დავდეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც არა გამაგრებით სამუშაოებს, არამედ ჩანაცვლებებს ვაკეთებთ. ამაზე მაგარი რა უნდა იყოს, რა უნდა გავაკეთოთ, ხო? რომ ჩავანაცვლოთ ავარიული კორპუსები და ავაშენოთ ახალი თანამედროვე სტანდარტის კორპუსი. ამაში უნდა დაგვეხმაროთ. თქვენს უნდა დაგვეხმაროთ ამაში, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უფრო მეტი ვესაუბროთ და არა ტყუილით და სისრუით გაჯერებულ საკითხებზე და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თითქოს მერია დამნაშავე ამ ყველაფერში. ნახეთ, ძალიან მარტივია. ეთო დავამთავრებ ამ თემას, ძალიან მარტივია და სწორად მინდა გაიგოთ ყველაფერი. ის რომ ყველაფერზე, აი მერია არის დამნაშავე, კახაკალაძე არის დამნაშავე. ეს არის სწორი. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი კარგი თუ ცუდი რაც ხდება ქალაქში, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედურ შემთხვევებს ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი კახაკალაძე არის დამნაშავე, მერია არის დამნაშავე. ერთი წუთი, არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი, მე არ ვარ, არც ჩემი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყენს როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ხო არ არის ეს სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა იმ ავარიული და დანგრეული სახლების მაგურად ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, აქ ინვესტორზე არ არის საუბარი. მე მოსახლეობისაც მესმის, გარკვეული ადამიანებიც, ერთი წუთით, გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვაი ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს და
ამის საბაბიც არსებობს. ხო, 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო. მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და უამრავი ადამიანი ყავთ გადაყრილი, ხო? რომლებმაც ვერ მიიღო ის საცხოვრებელი და ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ. და რა ვიცი 10 წლეულობის განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დაიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხო არ არის. მერია არის პასუხისმგებელი და მერია დგება თავდებში, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. აი ესეც რომ ითხრათ და დავასრულებ ამ თემაზე. ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ხო, ეხლა ხო არ დავიწყებ ამ ფაქტების კონკრეტიკა იყო ის, რომ უთხარით, რომ ზათვარი მერია მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამონთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული. ამას აქვს თავისი ხელმოწერები, იქ მცხოვრები ადამიანების. მხოლოდ ორმა ადამიანმა ხა არ ვიცი ზუსტად შეიძლება შემეშალოს, განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და დღეს ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით და ამ რეალობაზე ვისაუბროთ, ამ ყველაფერზე იმის მაგივრად, ხო, კაი მე ჩემს მიმართ შეიძლება გაქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, როგორც პოლიტიკოსის, იმიტომ რომ გაქვთ თქვენი პოლიტიკური ინტერესები, ხო? ყველაფერი მესმის, მაგრამ ხო შეუძლებელია მუდმივად სიცრუე, არასწორი ინფორმაცია. გავაწყლები, მე არ ვიქნები მერი. ნახეთ, გავაწყლები, მე არ ვიქნები მერი. იქნება სხვა ქალაქის მერი, სხვა მთავრობები, მაგრამ ეს პრობლემები ხო არსებობს. ამ პრობლემებს ჩვენ თუ სწორ კომუნიკაციას არ გავუკეთებთ, სწორ შეფასებებს არ მივიცოთ, მუდმივად ამ პრობლემების წინაშე ვიქნებით. აი ეკალასის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს საკითხი უიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ბრიუსელში განიხილება და ასევე ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ გაცვლები შეცვალოს ამ მოსამართლეების სანქცირებაზეც არის განცხადებაში საუბარი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე იყო ეს განცხადება გაკეთებული, ზოგადად ამ შეხვედრებიც და ამ საკითხის განხილვის საჭიროება რა თქმა უნდა. ხო, განცხადება თუნდაც ის 17 საგარეოს 17 იყო, მე მგონი, ხო არ უნდა შემეშალოს, ხო 18 საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი, რა უნდა ვთქვა, ხო, ყველა ნახეთ შინაარსი, ავიცი, ამდენი ტყუილი, ამდენი სიცრუე, წარმოუდგენელია, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველოს არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს, არ მიუერთდა სანქციებს, არ მივეცით შესაძლებლობა მეორე ფრონტის გახსნის ქვეყანაში. ოქტომბრის არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ და ყველაფერს უკადრებელს კადრულობენ და ისმენთ ამ განცხადებების სახით. თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, აქ კომპრომისი წარმოვიდგენია. თვითმმართველობის არჩევნებაზე ცოტა შენილი გუშინ გავიგეთ, რომ ლელო და კახარიები თანამშრომლობის მემორანდუმი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ ის მათ ერთი საერთო კანდიდატი და ასევე არის საუბარი, თუმცა არადასტურებული, რომ ეს იქნება ალეკო ელისაძე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ეყოლებათ კანდიდატი, მე ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ქართველმა ხალხმა ამ უსამშობლო აგენტურას დაარქვა უკვე თავისი სახელი, მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება. და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია განწირულია მარცხისთვის და ის იქნება წარუმატებელი ყოველთვის, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, გარედან იღებ მითითებებს და საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესი. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზეც ვკითხავთ, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი გარიჯან ცოტარი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტში იმყოფება, აუცილებლად ჩაშლის არჩევნებს, ამისთვის მიმართავენ უკიდურეს ფორმას, შიმშილობას ანონსებს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ამბობს. ვინ ამბობს ამას? კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გარიჯან ცვლილებრი ამბობს, რომ უკიდურეს ფორმას მიმართავს, რომ იმისთვის, რომ თბილისში ჩაშალონ არჩევნები. იქნება მოძრაობები, შიმშილობა, ჩემს გადაგება და ასე შემდეგ.
ყოველმეს რა ხო, ნუ არ ვიცი, ხა წარმოუდგენელია ეს, ხო, თუ ვინმე შიმშილობა უნდა, ნუ მე ამას არ ურჩევ არავის, ეს არის ძალიან ცუდი, დამაზიანებელი პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობისთვის, თვითონ რა შედეგი უნდა მიიღოთ, ამით ხო წარმოუდგენელია. არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისი ნების დაფიქსირების. იოგი ბაჩაშვილზე კითხავ, თუ შეიძლება ის ციფრში იცემეს და ამის შესახებ ინფორმაცია გქონდა და მას შემდეგ რა თქმა უნდა ადვოკატმა მოინახულა ის. თქვენ თუ მოიკითხეთ რა მოხდა გიორგი ბაჩაშვილთან დაკავშირებით და როგორც ცნობილია, ციხის უფროსმა მას მოსთხოვა, როგორც თვითონ წერს, ციხის უფროსმა ნუ მე გუშინ მოვისმინეთ ინტენსიური სამსახურის განცხადება, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. როდესაც ჯარდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძალიან მძიმეა, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს გაეცემა შესაბამისად. ნუ ეხლა არ ვიცი, მე გამიჭირდება ამაზე პასუხი. აგრესიულად რომ მას აქვს განცდა რომ სპეციალურად მოუწყეს მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხო, ნუ ეს ეხლა ყველანაირი სპეკულაცია შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ეს მარტო იყო სრულიად სამართალს. იმაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც უკრაინის 14-მდე მოქალაქე რუსეთს საქართველოს საზღვარზე ჩარჩა, მოლდოვის გავლით უნდათ მათ უკრაინაში დაბრუნება. ეს ადამიანები არიან ბევრ საქმეში ბრალდებულები, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ასევე მკვლელობის მცდელობა, თუმცა უკრაინა ამ ადამიანებს არ იღებს თავისივე მოქალაქეებს, რას ნიშნავს ეს თუმცა როგორ შეაფასებთ? ნუ ზოგადად რთულია შეფასებების გაკეთება იქიდან გამომდინარე თუ რა ხდება უკრაინაში. ხო, აი წარმოუდგენელი უბედურება ტრიალებს უკრაინაში, ქვეყანა რომელმაც დაკარგა ძალიან დიდი ტერიტორიები, ყავს უამრავი გარდაცვლილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, რაიმე კომენტარის განმარტების გაკეთება მათ გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე, თუნდაც საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში ძალიან მიჭირდა, ძალიან რთულია. ანუ კომისიისგან თუ მიიღეთ წერილი, ის წერილი რაზეც საუბრობდა კაია კალასი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, იმიტომ კონკრეტული პირობები იქნებაო იქ. აი ამ შემთხვევაში თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს შესაძლოა უვიზო რეჟიმი დაკარგოს იმ პოლიტიკის გამო, რაც აქვს ქართულ ოცნებას. რაც შეეხება ქართული ოცნების პოლიტიკას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მარტივი. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არავის არ ვებრძვით. როგორ შეიძლება და წარმოუდგენელია, უბრალოდ ჩვენ ვებრძოდეთ ევროპას, ვებრძოდეთ ბრიტანეთს, ვებრძოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხო სიგიჟეა, წარმოუდგენელია. უბრალოდ ვიცავთ საკუთარ თავს. როდესაც ხდება იგივე მოწოდებები, ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის არ მინდა ვთქვა, წარმომადგენელი მოდის და პრემიერ-მინისტრთან არის ძალიან უხეში საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ქვეყანა უზრუნველყოფილი იქნება თუნდაც შესაბამისი ტექნიკით. არ მინდა ამ თემაში შევიდეთ. კიდევ ერთხელ მიმეორებ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. არავის ვებრძვით. ჩვენ გვინდა, ჩვენ ნახეთ, რაზე არის საუბარი, ხო? ერთი წუთი, რაზე არის საუბარი. ხო, დღემდე არავინ არ ამბობდა იმას, რომ ქვეყანა სანქციებს უნდა მიერთებდა. ხო, გამოდიოდნენ და გახსოვთ, რომ ჩვენ როდისო ამასო არასდროს არ ვთხოვდითო საქართველოსო. ხო, დღეს რეზოლუციაში ჩაწერეს პირდაპირ. დაველოდოთ მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ალბათ რეზოლუციას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. კანონმდებლობასთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის კანონი, ხო? რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. იგივე კანონი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპულ ქვეყნებში. ევროპარლამენტმა დაიწყო განხილვა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და ეს ორმაგი სტანდარტები, რომ იმათთვის კარგია აღნიშნული კანონპროექტი და პრობლემას არ წარმოადგენს და საქართველოსთვის ცუდი, ეს ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ხალხი ხო უყურებს ამ ყველაფერს, ხო ჩალით ხო არ არის დახურული არც ჩვენი ქვეყანა, არც მსოფლიო, ინფორმაცია მოდის, რა ვიცი, ნებისმიერი არხიდან შეგიძლია მიიღოთ ინფორმაცია. გავს მხოლოდ თქვენს სანქცირებას, ანუ ქართული ოცნების და მოსამართლეების. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოუწევს ევროკავშირს, რომ გადადგას ნაბიჯი და ქვეყანას სრულად შეუჩეროს უვიზო თუ და რატო? რისი გულისთვის? ამას ხო უნდა კონდეს ახსნა. პარტნიორებს თავს ესმით განცხადებები. სად გინახავთ ვინმეზე თავდასხმა გაგვეხორციელებინო. დღეს ქართული ოცნება
არასდროს ქართული ნახეთ ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ქართული სახელმწიფო დღეს არის თავდაცვის რეჟიმში. თავს ვიცავთ იმ უსამართლო ცილისმწამებლური განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ძალიან მძიმეა ეს, როდესაც შენ გეუბნებიან თეთრზე შავია. ძალიან მძიმეა, როდესაც არსებობს შენს ქვეყანასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და ასე შემდეგ. ახლა თუ გინდა გავაგრძელოთ აღნიშნული თემა, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რომ არის თავდასხმა. თქვენ არ გიჩნდებათ ეს? არა, მოგეწონათ. ევროპა და ევროპული ფასეულობები ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, მაგრამ დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია დაცლილია იმ ღირებულებებისაგან, რომელიც ძვირფასია ქართული ხალხის.